მოგესალმებით. მინდა გავაკეთო კონდენსატორი, მაგრამ სანამ კონდენსატორს გავაკეთებ, საინტერესო კითხვაა, რა არის კონდენსატორი, რას აკეთებს კონდენსატორი და როგორ გავაკეთოთ კონდენსატორი. გვაქვს ორი გამტარი. როდესაც ეს ორი გამტარი ერთმანეთთან ახლოს არის და ერთში არის უფრო მეტი ელექტრონი, ვიდრე მეორეში, მათ შორის იქნება მაგნიტური ველი. რა თქმა უნდა, მათ შორის უნდა იყოს იზოლატორი, რათა ელექტრონები არ გადაახტენ ერთთან მეორეში. რისთვისაც იყენებენ იზოლატორებს. თუ ბატარეის ერთ მხარეს აი ამაში გავუშვი ელექტრონები, ანუ ისინი არსად არ წავლენ, ხო? ვერსად ვერ წავლენ. ანუ დარჩებიან აქ, გაიჭედებიან და შექმნიან ამათ შორის მაგნიტურ ველს. რაც უფრო ახლოს არიან და არ ეკარებიან, მით უფრო მეტი არის ტევადობა. კონდენსატორების ტევადობას აღნიშნავენ ფარადებით, მაგრამ ფარადი ძალიან დიდია, ერთი ფარადი ძალიან დიდია, ამიტომ აღნიშნავთ მიკროფარადებით და ნანოფარადებით. ესე გამოიყურება კონდენსატორი. ეს ნაწილი აღნიშნავს კონდენსატორის ელექტროტევადობას. ეს ნაწილი თუ რამდენი ვოლტის ეტანა შეუძლია კონდენსატორს 25 ვოლტზე მეტი ამ კონკრეტული მოდელისთვის დაუშვებელია. ეს ნაწილი აღნიშნავს კონდენსატორის მინუს და პლუს მხარეს. თუ ეს ნაწილი კონდენსატორს მოცვეთილი აქვს, პლუს და მინუსის გარჩევა შეგიძლიათ კონდენსატორის ფეხებით. გრძელი ფეხი ყოველთვის პლუსია, მოკლე ფეხი კი მინუსი. ესე გამოიყურება კონდენსატორის შიგნიდან. გვაქვს ორი ტერმინალი, მინუსი და პლუსი. ორივე ტერმინალი უერთდება ფირფიტას, რომლებიც ერთმანეთისგან შეიძლება იყვნენ გაყოფილნი აირით, ქაღალდით, პლასტმასით, მინით და სხვა. აი ჩახვეული გამტარი. აი აგერ გამტარი ხედავთ და აი მოდ დავშალოთ ბოლომდე. ერთ მხარეს ესეთი გამტარი, მეორე მხარეს იზოლატორი. აი აგერ იზოლატორი. იზოლატორი და მერე აი კიდევ გამტარი, აი აგერ. ორი გამტარი. ეხლა რო დავტენით ამას, წესით არ უნდა გასკდეს. ფუტი ადის. თუ პირში მაგ რაღაც გემო და ყველგან ეს ფანტელებია. რა გავაკეთე არასწორად. ყველაფერი გასწრებული მქონდა, უკუღმა არაფერი არ შემიერთებია. რატო ვაფეთქდა? წაღან, ნახეთ აქ იყო 100 რაღაცა ვოლტი, 110. და ამას გაკუთვნილი იყო საწყალ 35 და შევარდი 110 ვოლტზე. ბევრი კონდენსატორი რო აღარ გადამეწვა, გადავწყვეტ რომ გამეკეთებია საკუთარი შეუდექი პროცესს. იზოლატორად გამოვიყენეს სკოლის წიგნის გადასაკრავი, რომელიც არც თუ ისე ცუდი გამოდგა საბოლოოდ. გამტარებად გამოვიყენე ალუმინის ფოლგა, რომელიც ასევე კარგი აღმოჩნდა. აქ ვეცადე რომ ამ იზოლატორებზე პატარა გამეკეთებია გამომეჭრა ეს ფოლგა, რადგან ერთმანეთის კონტაქტები არ შეხებოდა. ძლივს გამოვჭერი ეს ორი ფოლგა. მაქსიმალურად ვეცადე რომ ერთი ზომის ყოფილი იყვნენ და არ გამომივიდა სამწუხაროდ ხარხნის ხელები არ მაქვს ამიტომ. შემდეგ გადავაწყდი ერთ პრობლემას, წეპო არ მქონდა, ისეთი როგორიც მინდოდა და გამოვიყენე ცხელი წეპო, რაც საშინელება იყო, მაგიტომ ვერ მივიღე ისეთი ელექტროტევადობა, რომელსაც ველოდი და რომელიც მინდოდა. თუ მომას გაკეთებას გავყვეთ, გირჩევთ რომ აი არასოდეს არ გამოიყენოთ ამისთვის ცხელი წეპოს საშინელება. რო გავაკეთე ესეთი ბრტყელი კონდენსატორი, გადავწყვეტე რომ გამეზომა ეს ტევადობა და ძალიან ცოტა აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვეტე რომ დამემგვალებინა, ანუ დამეგორლა. გვაქვს 70 80-ზე ავიდა. არა, ვერ ავიდა. ავიდა 80-ზე. ნუ ეს ერთი ეს ლამპუჩკა ჩამქრალია იქ არ. ვა 90 დავე 90 100-ზე რო ავა გავჩერდები. 100-ზე არ არის. ესე 96 ძალიან კარგია. მე გადავწყვეტე რომ დამეგორგლა ეს კონდენსატორი და ზემოდან ერთი ფენა გავუკეთე. ზემოდან იმიტომ დავაფარე რომ მოკლე ჩართვასავით მოხდებოდა, ერთი ფენა მეორე ფენას შეეხებოდა და მაგიტომ ერთი ეს გადასაკრავი კიდევ დავაწეპე.
შემდეგ 7-8 წუთი ამ სქემაზე მქონდა შეერთებული ჩემი კონდენსატორი. ეს ტრანსფორმატორიც გახურდა. ამ დროს ეს ჭექა-ქუხილი არ გამოჩნდა კარგად და გადაწყვეტე კიდევ ერთხელ გამეკეთებინა. აი, გაერთოთ ძალიან პატარაზე. აქ ერთ ჭექა-ქუხილი კიდევ შევქმენი. აი, იყო. ვეცადე რაც შეიძლება კარგი გამეკეთებია, მაგრამ არ არის მატერიალები, არ არის რესურსი და ვერ გავაკეთე და ერთი სათქმელი აქვს. შემდეგ ვიდეო რომელიც დავდო ისე, რომელიც მოგეწონებათ. აი ესეთი გავაკეთო, ოღონდ მაღალი ვოლტაჟობის კონდენსატორი, აი ძალიან მაღალი. ან რავი, ამით ავხსნა როგორ იზომება. ან რავი, ტრანსფორმატორი გავაკეთოთ ის მაღალძაბლიანი. რავი რა, დაწერეთ კომენტარებში და დავდოთ შემდეგ ვიდეოს.